ვიცი დაიწყო ვიდეო და მოვედი. გამარჯობა ხალხო მოგესალმებით. ქვედაბოლო უნდა დაგანახოთ და მე გეტყვით რატო. აი ეს ჯინსის ქვედაბოლო შევიძინე. მოკლია. მე გეტყვით რატო. გამარჯობა ხალხებო და როგორ ახართ დაიცადეთ თქვენი ლომი. ცოტა იქით იცვალა ადგილი და რატო მივწიე წეღან გავფინესარეცხი. ისე წვიმს, რომ თქეში და მთელიარეცხი შემოვაბრძანე და აი აქ ის არის სახლის საშრობი, რა ქვია, არ ვიცი, სტენდიპანი ქვია აქა. ხო და მან ჩამოვკიდე ყველაფერი და აქ ვაშრობ ახლა სარეცხს და ეს იმიტომ მივწიე იქით, რომ აქ ის მედგა ტარტი თუ რა ქვია. აბა ახლა მოვლამაზდეთ ცოტა, მართალია ძალიან უხასიათოდ მოვედი. ძალიან ავარ გაბრაზებული. ძალიან ავარ უხასიათოდ და აჭრილი, მაგრამ არა უშავს. ხო, ახლა კი იტყვით, რომ არა, მაინც ვაპირებდი. უბრალოდ ველოდებოდი, რომ სიბრაზე გამსვლოდა, რომ ძალიან გაბრაზებული არ მოვსულიყავი, მაგას ველოდებოდი და რადგან ახლა სიმღერაც დადო. მოდი მეთქი ბარემ მივალ. ჩავიცვი, იმიტომ რომ ისა გარეთ უნდა გავიდე, ველოდები რომ ცოტა წვიმა მოუნელოს, რომ გზის იქიდან უნდა გადავიდე, როდესაც ცოტას ვყიდულობ რძეს, ანუ 1-2 ბოთლი და უცებ თავდება, მერე როგორ ვთქვა, უცებ თავდება და ვერ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. ძირითადად ხო 10-12 ბოთლს რო ვყიდულობ, დასვენებული ვარ ხოლმე და ეხლა გათავდა და უნდა გადავიდე, რომ რძე ვიყიდო და ასევე მინდა მსხვილი მარილი, იმიტომ რომ ცოტა ის გვაჩუქეს შავი ზეთის ხილი, რომელიც ორნაირია, ერთი არის ნორკე, რომელიც იწვება, შესაწველია და პამიდორში გასაკეთდება და ეს რომელიც გვაჩუქეს ცოტა მოგრძელოა, შავია და ეს მარილში უნდა ჩადო. მარილში რამდენიღაცა დღე თან უნდა გასინჯო, როცა უკვე მარილში მოკვდება, მერე შეზავდება, მარილს მოვაშორებ და შეზავდება ზეთი, სუნელები, ნიორი, ორიგანო, რავი, რაც კიდე და ქილაში ჩადებ და მიირთმევ. ხო და ზეთში არიდება ისე, ცოტას მოასხავსეთ რა. ხო და რის თქმა უნდა, მსხვილი მარილი და ეგ უნდა ვიყიდო და გავიდე და მაგიტო ჩავიცვი, თორემ და რადგან ჩავიცვი და ბარემ ვიფიქრე მივალ თქო. ეხლა რა ხდება? სიმღერა რო დადო ინოჩეტემ ზოგიერთი თქვენთაგანი უკვე ნახავს ჩემზე წინ ხოლმე და იცით, ვინც არ იცით, გეუბნებით რომ დადო დღეს ახალი სიმღერა და რავი, ნახეთ, მოусმინეთ თუ მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ და როგორც გინდათ ისე, არც მაგის ნერვები არა მაქვს. რაღაც სარბენებია, საქმეებია, ეს არის რაღაცეებია. ხო და ასე. მოკლედ. წინა ვიდეოში რო ვთქვი, რომ გავაჩუქებ მეთქი რაღაც ძირითადად ფეხსაცმელზე ვფიქრობდი, იმიტომ რომ ტანსაცმელი მაინც ან ნაცვამია, ეტყობა, ან და არავის არ ვაკადრებ მასე მეთქი და ძირითადად ვიფიქრე ფეხსაცმელზე, მაგრამ 3-4 ადამიანი დავბლოკე. დაიწერა კომენტარები, არ ვიცი თუ ვინმე ნახეთ თქვენთაგანმა თუ არა ნახეთ, არ ვიცი, მაგრამ დამიწერეს კომენტარები, რომ ის რა თუ უნდა შენი ნახმარი და შენი მოკლედ ძირითადად ის იყო, რომ როგორ გაკადრეთ და ან კიდე ჩემი დაავადების პატრონი რანაირად ვბედავ და ამას ვაკეთებ. ამ 3-4 ადამიანზე ახლა მეტყვით მე პასუხი ვიცი, რომ რატო აქცევ მაგ 3-4 კრეტინს ყურადღებასო, მაგრამ იცით რაზე გავგიშდი? იმ 3-4 კრეტინს კარგად 16-17 მოწონება ჰქონდა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა ასე იფიქრა და გამოხატა და ვინც არ გამოხატა, შეიძლება კიდევ უფრო ბევრმა ასე იფიქრა. მე არა როგორ გითხრათ, უბრალოდ ბოდიში რომ ასეთი რამე თავში მომივიდა აზრად, ასეთი რამე ვთქვი, ძალიან ბევრ თქვენთაგანს და მარიტას ძალიან დიდი მადლობა, ვიტირე მარიტას კომენტარზე, რომ მარიტამ რომ ნანა შენ რომც არა თქვაო და არ გთხოვო, მეო დედა შენის სახელზეო, ყოველ კვირა ვიხსენიებო და ვაგზავნიო
მოსახსენებელში. ეს ხალხო იცით რა არის, აი და მე ვიცი რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩემთვის დაანთებს სანთელს და მომიხსენიებს ან დედაჩემი ვისაც ახსოვს, მე ვიცი. და ყველას აი ვერ გამოვხატავ ახლა სიტყვით მადლობა და აი მარტო ღმერთს შევთხოვ რომ ღმერთმა გამოხატოს ის მადლობა, რასაც მე ვერ გამოვხატავ თქვენს მიმართ და ვერ გადავიხდი. ხო და რაც შეეხება ბოდიშს მოვიხდი, იმიტომ რომ ასეთი რამე გავიფიქრე და შემოგთავაზეთ, მაგრამ არაფერს აღარ გავაჩუქებ და არაფერს აღარ შემოგთავაზებთ, მაგრამ უბრალოდ ვიცი რომ ის ადამიანები გინდათ რომ დავბლოკე, მაინც მიყურებენ და უბრალოდ გაჩვენებთ და თქვით, არა, არც თქვათ არც არაფერი, უბრალოდ იმათმა დაინახონ რომ მე არაფერს ისეც არ ავთავაზობდი არავის რომ ან ვინმეს ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დამეყენებინა, ან ჯერ ერთი კიბო არ გადამდები არ არის და მეორე კიდე ან ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა იმით რომ ჩემ გამოცვლით ასაცმას ჩუქნი. ეს ფეხსაცმელი ჩანაცვამია? ეს ფეხსაცმელი ჩაცმულია? ორჯერ ვცადე გასინჯვა სახლში, ოთახში, ორჯერ. ვცადე, რომ აი ჩავდგი ფეხი და სარკემდე მივედი, რომ მეთქი თუ ვივლი და მივხვდი რომ ვერა და ამოვიღე და ფეხი ამოვიღე. ეს ნახმარი ტუფლია? ეს ბათინკი, რომელიც არის მარკოტოცის ფირვისა, რომელიც არ ვიცი, ან ერთხელ მეცვა, ან ორჯერ, არ ვიცი. არ მახსოვს, ვერ დავიფიცავ, მაგრამ ეს ისეთი ნახმარია, რომ ადამიანს რო შესთავაზო შეურაცხყოფას მიაყენე? მარკოტოცის ფირმა, თუ კიდე დაგუგლეთ. ეს ფეხსაცმელი ალბათ თქვენს გეხსომებათ, არ ვიცი, შეიძლება ესეც ერთხელ ან ორჯერ მეცვა. ამას რამე ჭირს, ეს არასდროს არ გაგხვდება. და კიდე ერთი შვიდისფერი ფეხსაცმელი მაქვს, რომელიც ასევე მინდოდა გაჩქება, ის ზამშია. ის სუფთა ტყავია და ზამშია. ეს არ არის სუფთა ტყავი. კაი. ჰუგები მთლად ახალი, რომელიც ყუთში დევს, არ ვიცი რომ მოვიდა, ალბათ მაშინ თუ გავსინჯე, მოვიზომე მეტი არა. ბოდიში რომ ესა ვთქვი და ვინმემ შეურაცხყოფად მიიღო, თუ ვინმეს გულში ხინჯად დარჩა, რომ მე ეს გავბედე ბოდიში, კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. განა იმიტომ ვიხდი, რომ ეს ბოდიში ეკუთვნის ვინმეს. არა, უბრალოდ ჩემი თავის წინაშე რომ ვიყო, აი როგორ ვთქვა, არ ვიცი რა, მოკლედ როგორც არის. მოკლედ, არც ვაპირებდი, კიდევ ვიმეორებ, მაშინვე წავშალე, ან რატო წავშალე, მაგრამ წავშალე, დავბლოკე და იმაზე გავგიჟდი, რომ ქონდათ მოწონებები. ანუ ხალხი, სხვა ადამიანები ეთანხმებოდნენ და მე მივხვდი, რომ ნანა, აქ საქმე კარგად არ არის. იმიტომ რომ 1 და 2 არაფერია, მაგრამ უკვე როდესაც ცოტა მეტია და ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ძალიან ბევრმა არ გამოხატა, მაგრამ გაიფიქრა. ხო და სულ ყველას ვინც ეგიფიქრეთ, თავი შეურაცხყოფილად იგრძენით, ყველას გიხდით ბოდიშს. არ მცხვენია, მე არ ავგზნობ თავს დამცირებულად ამ ბოდიშით, აბსოლუტურად, მაგრამ მე მესმის ადამიანების მენტალიტეტი, მე მესმის, რომ ზოგი ასე ფიქრობს, მე მესმის, რომ შეიძლება ზოგიერთს რომ ხელი მოვჭიდო, იმაზეც გააჟრიალოს, რომ აი მე ამას კიბო აქვს და ხელი მომკიდაო, მე ყველაფერი აი გავიგე, გაგების დონეზე მეს არ მივიღებ მასეთ მენტალიტეტის ადამიანს, მაგრამ გაგების დონეზე მესმის. ისე რომ იცოდეთ თქვენ, ვინც ახართ ეს ძალიან მაგრები ბჭყალებში და ადამიანურები და რავი კიდე როგორები არ მინდა არ შევეხები არც რელიგიას და არც წმენას, ისე იცოდეთ, რომ თუ არ ამგონია თქვენ ვინმეს მოწყალებას აძლევდეთ, მაგრამ როდესაც მათხოვარს მოწყალებას უწვდით, თუ იმ მათხოვრის ხელს არ შეეხეთ, ის მოწყალება არ გეთვლებათ თქვენ, როგორც გაღებული მოწყალება. ხო და მე ეგეთი ადამიანი არა ვარ. მე მაგალითად ძალიან არ განვიკითხავ, მაგრამ ჩემთვის არის მიუღებელი, როდესაც
ეკლესიაში ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და მერე მობრუნდებიან და ხელების დეზინფექციას იკეთებენ. ათადან და ბაბადან ჩვენ ეკლესიაში ერთი კოვზით ხდებოდა ზიარების მიღება და არავინ არ გამხდარა ცუდად ავადმყოფობა იქ არავის არ აუკიდებია და მოკლედ მორჩი არ ვიცი ახლა შეიძლება ამ ვიდეოს კომენტარები გავთიშო, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი მხარს დამიჭერთ და გამამხნევებთ და ეს და ის და ზოგი ხათრით, ზოგი მართლა მთელი გულით და ასე და ისე, მაგრამ ნუ შეიძლება კი რა ალბათ გავთიშავ ამ ვიდეოს კომენტარებს, მაგრამ რომ არ მეთქვა, ესეც არ შემეძლო, იმიტომ რომ ხარ ადამიანი რაღაცით გინდა რომ მე მაგალითად მთელი ცხოვრება მაშინა ვარ აი ყველაზე ბედნიერი, აი რომ დავფიქრდე, როდესაც სხვას რამითი დავეხმარებ. ნებისმიერი რამით თუ პურს მიაწვდი, თუ რაღაცა უჭირს ერთ ნიფხავს აჩუქებ და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს თუ რაღაცა უნდა უჭირს და იმით დაეხმარები. ან როდესაც რამეს გავაჩუქებ, ძალიან ბედნიერი ვარ მაშინ, ძალიან ხოლმე და ვიფიქრე ახლა ესე რატო უნდა მქონდეს და ვიღაცამ შეიძლება გამოიყენოს, ისიამოვნოს, გაუხარდეს და რა მე ეს ვიფიქრე და თურმე არ იყო მართალი და როდესაც აი რაღაცა გინთია და ერთი სულის შებერვით ჩაგიქრობენ. აი ეგრე იყო. ეხლა ამაზე პოლემიკის გამართვა რო იცი რა, თუ მართლა ვინმე სიამოვნება გინდო და ახალი იყიდე და ის აჩუქე და ეგეთი რაღაცები არ გინდათ რა. იმიტომ რომ ახალია, რის გაჩუქებასაც მე ვაპირებდი, ამას ძველი და ნახვარი და ნაგლეჯი არ ქვია. არც ის არ ქვია, როდესაც რამე არის კარგი ნახმარი და მოდიდან გასული და გაძველებული, აი ამ სიმაღლე ტომრებს ავყრი ყოველ თვე მე და არავისთვის არ გამიგზავნე და არავისთვის არ შემითავაზებია და იცი აი ეს აღარ მინდა და მოდი შენ ხო არ გინდა. თუ კარგი არ არის, არც ჩემი ნათესავისთვის. ასე რომ, მოდით რა. ხო, მოდით რა ახლა იმ ადამიანებს ვეუბნები, ვინც მასე ფიქრობს. ასე, სიმღერაზე კიდე გაგიმეორებთ, რომ თუ სურვილი გექნებათ, თხოვნა მაქვს, კი, თხოვნით მოვდივარ, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ რა თქმა უნდა, თუ არა გაქვთ სურვილი და ინტერესი და არ მოგწონთ, არ გააკეთოთ. ყოველთვის მაგას ავქადაგებდი ხოლმე ამ ჩემ ვიდეოებში, რაც არ მოგწონთ, არ გინდათ. მე კი არ მიყუროთ, მაშინ ჩემზე იყო ხოლმე საუბარი. თუ არ მოგწონთ ჩემი ვიდეოების ყურება, მეთქი სულ ყოველთვის მაგას ვამბობ, არ უყუროთ, იმიტომ რომ თავს ძალა არაფერზე არ დაატანოთ, ხალხო. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი რამეა აუცილებელი ცხოვრებაში, რაზეც თავს ძალას ვატანთ, რომ აუცილებელია და ვალდებულები ვარ, ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს. ხო და ოჯახის წინაშე, ამის წინაშე, ჩვენი თავის წინაშე ძალიან ბევრი და ისეთი რამე, რაც არ გვანიჭებს სიამოვნებას და პირიქით არ მოგწონს, ის არ გააკეთოთ. არ მოგწონთ სიმღერა, არ მოусმინოთ. არ მოგწონთ ვიღაცის ყურება, ნუ უყურებთ. არ მოგწონთ, აი მაგალითად მთელ საქართველოს მოსწონს ახლა ქეთის ყურება და უყურებს. წეღან შევედი TikTok-ზე, მეძინა, გავიღვიძე. მეძინა არა ისე რა, ძილღვიძალა. ხო და გავაღრიბდვალები შევედი TikTok-ზე, ასკროლე და რა თქმა უნდა, ვინ უნდა ამოგიგდოს პირო, სადაც ვინც კიდე მილიონი დებს მაგის ვიდეოს და ამოაგდო და 6000 რამდენიღაცა ადამიანი უყურებს. ალბათ იქიდან ნახევარსაც არ მოწონს, სანახაობას უყურებენ, ხო? არც ეგ არ არის ჩემი ახლა თემა ეგა. სასაუბრო, არც ერთსა არ მაინტერესებს. ხო და ვისაც უნდა უყურებს, ვისაც არ უნდა არ უყურებს, ეს ბეჭავი ქალი მართლა სუმთლად გაგიჟდება ასე ამ მდგომარეობაში, მე ასე მგონია და რავი, არც არავინ არ არის პატრონი და მოკლედ რა. მე მართლა არ ვიცი, ძმა ყავს, ახალგაზრდა კაცია ის ძმა და მაშკაცო წადი, მოჭიდე ხელი და წაიყვანე სახლში, ან მიხედე, ან დაურეკე, მაგრამ არა, არც ოჯახის წევრებს არ ენდაღოლებათ და ხა მე მაგას ვერ ვიჯავრებ. ოღონდ მართლა რო გითხრათ, სიმართლე რო გითხრათ, გულით მინდა რომ რაღაცა ერთ სახლში წავიდეს და დაწყნარდეს რა.
მარტო ეგ მინდა. ეხლა ისევა მცხელა. იმიტომ რომ აქ დაკეტილია, იქით შუა კარები დავკეტე სამზარეულოსკენ და ჩაცხა. იუბკაზე ქვედა ბოლოზე იუბკა რა ქვია მაგას. ვაი, ხმა არავინ არ ამოიღოთ. თავიდან როგორ მაწამებდით ერთი სიტყვა რუსული წაქცდეს, ან რამე შეგეშალოს, დედა დაგეხვეოდნენ ეს მასწავლებლები მუქთა უფასოდ. ეს მაგას ესე არ ქვია და ისე ქვია, მაგრამ სიტყვა არ გავიგო არავისი, სულ ყველა ქართველი ისა რა ქვია, ტიკტოკერი რუსულ ჯაზონებს სიმღერებს უსმენს, სულ ყველა რუსულ სიტყვებს ხვარობს, სულ ყველა და მაინც მე მეტაკნენ რაღაც 1-2 სიტყვას თუ შემცდა, რაც მინდა იმას ვიტყვი. იუბკა არ მიყვარს კი იუბკა სახელი რო გითხრათ, არა ვარ ძალიან მიჩვეულ ქვედაბოლო. ეს ქვედაბოლო რო შევიძინე და მოვიდა ამასთან ერთად ერთი ტყავის რო შევიძინე, რომელიც გადასარევად მაქვს. უიმე, გავა ეხლა სეზონი და ტყავის ქურთუკზე კი არ ვიცმევ, ჩავიცმევ ხვალე. რა ქვია? ეს მოვიდა ის ტყავისა და კიდე ერთი კლეჩიტი არ არის, მაგრამ რაღაცა უზორია შავი და ნაცრისფერი, ხო და? როდა მომესინჯა ეს, გავხსენი და შიგნიდან ის არის, შორტი აქვს, ანუ შიგნით სარჩული აქ შარვალი, შორტი. არ გამიკვირდა, იმიტომ რომ ზალანდოში ნაყიდი ქვედაბოლო მაქვს, შარშან ვიყიდე შავი ქვედაბოლო, რომელსაც შიგნიდან აქვს შორტი. ეს არ გამიკვირდა. მაგრამ ეს ოხერი ქვედაბოლო მამაკაცის მხარეს იყურება. ანუ ქალისა იყურება ესე და ეს იყურება ასე. ან მარჯვენა მხარეს აქვს, მე მარჯვენა ხელით უნდა გახსნას მე. ესეც გამიკვირდა. რაღაცნაირი არ ვიცი, არსებობს მამაკაცის ქვედაბოლოები, ჯინსის ქვედაბოლო მამაკაცისა, ამ ხელა ზომაა თან? ამ ხელა ზომა, მე დიდი მაქვს. ხალვათა თამაკ ისე რომ თეძოზე იჭერს რა, თორე წელთან დიდი მაქვს. ხო და ჩემთვის რამდენი ამოვიცმევ ამ შარვალ იუბკას? კაბაშარვლები ხო იყო ადრე, მაგრამ ეს კაბაშარვალი არ არის, გარედან ქვედაბოლოა. და ხო და სულ მეცინება რომ კაი ის შორტი სარჩული რო აქვს, კაი გავიგე, მაგრამ ეს მამაკაცის მხარეს რატო აქვს არადა მისა ცნობილი ფირმისა ხალხო. აი 140 ევროები რო ღირს ქვედაბოლოები ის ტიპია ესა. რა არ ვიცი. ვერ მივხვდი. ვერ გავიგე მაგის ამბავი, მოკლედ, ხო და რასასვაო თუ მეტყვით კოქტეილი ქვია, არ ვიცი, ასე ქვია კოქტეილი, მწარია, მწლაკია, უშაქროა, 0 კალორია და 0 შაქარი აწერია ეგრე. ზაფხულში ხანდახან ყიდულობდი ხოლმე, ხანდახან ვაძლევდი ჩემ თავს მაგის დალევით და რატომ მომეპრიანა დილას მაგის ყიდვა ვერ გეტყვით, რატომღაც ვიფიქრე რომ დღეს მძიმე სადილია მეთქი. ხო და ცოტა ისეთ რამეს ვიყიდი მონელებას უწყობს ხელს და მაგიტოვებს ვითო. ხო და ასე ჩემო კარგებო, ეგეთი ამბები მაქვს მე. ძალიან გაუბრაზდი, ეს 2-3 დღე არის ეტყობა ჩემი შაქარი, აი ცაში აფრინდა ნერვიულობაზე. თან მე იმაზეც გაუბრაზდი, რომ რაღაცა ტკბილი შევჭამე. ცოტა ტკბილს შეიძლება მივეპარო ხოლმე, მაგრამ რა საღამოთი და 2 დღეა ძალიან მაგრძნობინა, რომ ქალბატონო და დააყეო და დავაყენე. ხო. ეგეც მინდოდა მეთქვა რა ვიცი, ეს ხალხო, კიდევ ამბობ ცდილობდი რომ მეთქი ამ წყენამ და გაბრაზებაც არ არის, უბრალოდ აი დისგუსტატორ როგორ არის, არ ვიცი, რო გაუგემურდები და ხასიათის რო გაგიფუჭებენ, ეგეთი რამე მომივიდა და ველოდებოდი რომ მაგან გამიაროს მეთქი და მერე ჩავწერ ვიდეოს თქო. გადამიარა რა თქმა უნდა და ცოტა, მაგრამ მაინც დამრჩა და მერე როცა რაღაცა მეწყინება ხოლმე ვეღარ უძლებ, ანუ პატარა მცირე რამეც ძალიან მაზიანებს, ანუ მაზიანებს როგორ ვთქვა, ანუ ვინიც ისე, ანუ იმის
თქმა მინდა რომ ეთყობა ძალიან ამაკ დასუსტებული მე ეს ენერგეტიკა თუ რავი რა დაუძახოთ არ ვიცი რომ ძალიან უცებ მაგდებს პატარა დარტყმაც კი აი მაგალითად რო გითხარით რომ იტალიელები ადგილზე დავაყენე აი ეგ ორი პაპკადეს აღარ შემიძლია ხალხო მართლა გეუბნებით ოღონდ დილასაც ვიყავით იქა ადვოკატთან სადარბაზოში რომ ერთი ინტრიგანი გამოგერევა ადამიანს და ყველა სადარბაზოში არის ერთი ინტრიგანი აუცილებლად ხოდა ჩვენთანაც არის და აი ეს ადამიანი ვერ ისვენებს, კარგად არ არის თუ ვინმესთან რამე კონფლიქტში არ არის. ოღონდ მართლა არიან ესეთი ადამიანები, აი ვამპირია რა ჩვეულებრივი. ვერ არ არის კარგად, ვერ მოისვენებს, არა და კარგი თავისი ოფისი აქვს სამსახური, ანუ ის არის მაკლერი, რეელტერი, რა ვიცი ქართულად კიდე რა ქვია თუ იტალიურად ქვია იმობილიარია. და ესა ეხლა რომ ლიფტის რაღაცა ლიფტი შეაკეთეს ამას წინ გაფუჭდა და 1700 ევრო დაჯდა ეს გადასახადი თანხა დაანგარიშდა იმის და მიხედვით ვინ რომელ სართულზე ცხოვრობს ჩვენ ნაკლებს ვიხდით და მე მაღლა მეტს და იმას ძალიან მეოთხე სართულზეა ბოლოს და ბეტმა ბევრი მოუწია და გაგიჟდა რატო თქვენ ამდენი და რატო მე ამდენი და არ არის სწორედ დაანგარიშებული ოღონდ ის კი არ ამბობს იმას რომ თანხა არის ცუდად გადანაწილებული არა ძალიან შორს წავიდა როდესაც კორპუსი აშენდაო მაშინ არისო ცუდად გადანაწილებულიო ისა ფართობზე რა როგორ გითხრათ მილეზიმალი ახლა მე ქართულად მაგას ალბათ ვერასდროს ვერ მოვიფიქრე მოკლედ ლიფტის პროცენტულად ლიფტის გადასახადები არის ცუდად დაანგარიშებულიო და ამაზე არის ერთი ატყდა ერთი ამბავი ჩემი ქმრის ღრიელზე გავედი მე მაშინ მოვაგვარე იმ კრებაზე გაყოლა გავაჩუბე ჩემი ქმრის თაბადობით ისინი წესეც მოვაგვარე მოაწერეს ხელი რაღაცებს და მორჩა რომ უნდა ახლიდან გადავაკონტროლოს ეხლა მე ჩაუჯექი კანონები ამოვკრიფე ხოლმე აღმოვაჩინე რომ ყველაფერი სწორედ არის დაანგარიშებული მაგრამ თანხა არის ცუდად ის მოკლედ როგორც არის და დილას მაგაზე წავედი იმიტომ რომ მე უნდა მელაპარაკა ეხლა იქით აკვირას ოპერაციას რო გაიკეთებს მე კიდე უნდა წავიდეთ სხვა არქიტექტორთან და იმასთან უნდა გავარკვიო და მოკლედ აი უაზრო რამეებზე აი ეს იტალიელები უნდა დაიჭირო და ერთს რო დაბეგვავ მეორე ზედ უნდა დაანაყო კიდე ზედ უნდა დააბეგო იმიტომ რომ არ აქვს საქმე და გასართობს იჩენენ აი უაზროს მე თუ მომემატება ის რაღაცა 20-30 ევრო გადასახდელი 50 იყოს და იმას თუ მოაკლდება რომელიმეს ამათ ეგ არ შეეთყობათ ამათთვის ეგ არ არის ის თანხა რომ ვაიმე ამხელა კონცერტები გამართონ მაგდენს გადაყრიან აგე ისა რა ქვიან იმაში გადაფხიკე და მოიგეში ყოველდღე და აი მასეთ რამეებზე ტირიან მერე მაგას იწუწუნებენ უაზროდ ადგილ არიან უაზროდ ზუნწები ადგილ არიან ვერ გაიგებს სად გადაყარონ ვერ იციან ის ფული ის რო ეხლა რაღაცა სხვა ის რო პირველსა და მეოთხე სართულს შორის 4-ჯერ მეტი განსხვავება იქნება იცის იმ ამოსაწყვეტმა მაგრამ მაინც ამ დღეშია ხო და ეხლა ახალი კანონით დავაანგარიშებინე იმ მეორე მეთოდით დილას იმ ადვოკატს და გამოვიდა რომ ჩვენ გვიწევს 40 ევრო თუ 45 მეტი იმას უწევს 50 ევროთი ნაკლები ინოჩენტემა თქვა ავიღებ ეხლა მე მაგ ფულს და მივცემო მეოთხე სართულის ორივეს მივცემო რომ წადით და ჩემს სახელზე პიცა ჭამეთო მაგას ეგ თანხა ხალხო იცით რაშია საქმე რო იყოს ისეთი რამე რომ აი ჩვენ 2 მეტს ვიხდით და კი არავინ არ უნდა გადაიხადოს მეტი მაგრამ ის რომ
აი ეგეთ რამეზე ამ ხელა ამბავი ატეხონ. ეხლა რო დაუძახებთ კონტროლს, ვინც ახლიდან უნდა დაზომოს მთელი კორპუსი. 1500 евро იმას უნდა თუ ცოტა მეტიც არა. აქეთ იქით სიარული, მე ადვოკატები უნდა ჩავრიოთ აქეთ იქიდან. იცით რამდენი დაუჯდებათ? და აი ეს მაინტერესებს რომ უბრალოდ რომ აი გინდა რომ რაღაცა გამოჩიჩქნო. ვაიმე ესენი ვინ არიან? ვაიმე თქვენ არ იცით. ეხლა ის კი არ არის რომ მე აი ისა მთლიან იტალიას და იტალიელებს ვაგინებ. არა ხალხო, კარგიც ბევრია. კარგიც ყველაშია, ყველა ადამიანში. გარა ეგ არის და ყველა ქართველი კარგია და ყველა იტალიელი ცუდია და პირიქით და არა, ეგეთი ხო იცით, ეგ ბანალური თემებია, მაგას ეხლა აღარ უნდა გაშლა და ისა საუბარი. კარგებიც არიან, კარგი თვისებებიც აქვთ იტალიელებს სიტყვაზე, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რაღაცეები, რომ აი მიუღებელია რა. ხო და ეგრე აი მაგ ხათაბალებში ის არ გვეყოფა ეხლა ჩვენ მე პირადად მე რომ აი არიქა ამ თვალის ოპერაციას კი დიდი არაფერი ოპერაცია არ არის ეს კატარაქტა დიდი სამძიმო და მე ისეთი ტკივილები გამოვიარე მუხლის ოპერაციაზე რომ ამ ქვეყანაზე ყველა სატკივარი დამავიწყდა მაგრამ კაი, ეგ არ არის, მაგრამ ის რომ უნდა ფრთხილად ვიყო, ის რომ მე პირადად, იმიტომ რომ წვეთები არის, რავი, რამდენნაირი წვეთებია, 5-ნაირი წვეთებია, რა საათობრივ რომ უნდა უწვეთო, რომ უნდა დეზინფექცია, რომ უნდა ეს რომ ეგეთი რამეები. მე მინდა რომ მაგას მივაქციო. ყურადღება და არ მინდა კიდე გარე პრობლემები, რომელიც არ არის პრობლემა და მაინდა-მაინც უნდა ააგორონ. ხო და მასია კიდე ნერვების მოშლა, აი ზოგიერთი კომენტარისგან, როცა საერთოდ არ არის საჭირო ნერვების მოშლა, ამიტომ ნელა იცით რამდენი რამე ვისწავლე ცხოვრებაში, რაც იტალიაში ჩამოვედი, რამდენი რამე ვისწავლე, რამდენი მოთმინება ვისწავლე, რამდენი ბრძნული მოქცევა ვისწავლე, ვერ აგიწევთ და კიდე აი ეს კომენტარები კიდე მასწავლის რომ დაეტიე შენ ერთ ადგილზე და ნუ გამოხტები და იყავი შენთვის. ეგდე. გააკ შენა შენ მოიხმარე. არა გააკ ისევ შენ არა გააკ და დაეგდე და იყავი. აი ეგეც ვისწავლე ახლა. აი ეგრე. მაინც ავარ გაბრაზებული ეთყობა. ეთყობა კი მეგონა, მაგრამ გამიარა თქო, მაგრამ ეთყობა რომ მაინც ავარ გაბრაზებული. თავიდან რო შევისუნთქავდი რამდენი მაგინეს მაგაზე რომ რატო სუნთქავ ხმაურით აი ვიცი ხოლმე როდესაც ხვირით შევისუნთქავ ცოტა ღრმად რო შევისუნთქავ ალბათ ხმაურია და რატო სუნთქავ ხმაურით რანი ვართ ხალხო რანი ვართ ადამიანი მე შიგავთვლი როგორც ავართ მოდგმა ადამიანის მოდგმა რაც არის მეც იქავარ განამე სხვანაირი ვარ მეც იგივე მჭირს ვიღაცა ვაკრიტიკო ვიღაცის ის არ მომწონს ვიღაცის ეს არ მომწონს რა შენი საქმეა დაეგდე დაეტი შენ ადგილზე მართალია მით უმეტეს ჩვენ კიდე ჩემი პაკალენია ისა კომუნისტების წყობაში თუ როგორ თქვა კომუნისტების დროს გაზრდილები და იდეოლოგიაში რო გვინერგავდნენ თავში და ყველაფერი რო იყო ყველა საქმე და ყველა ვაიმე მე ხო კიდე მე ყველაზე უარესი ვიყავი ყველაფერი მე მეკითხებოდა ყველაფერში მე უნდა ჩავჭრილიყავი ვინო რო სამი იყო ვინ ის იყო ვინ მისახედი ვიღარიბი იყო ვინ ეს იყო ყველაფერი ჩემი საქმე იყო ვინც მიცნობს და ვიყურებენ ეგ იცოდეთ კი იციან რა მატრაკოცაც ვიყავი ხო და ოჯახიდანაც ხელშეწყობა მქონდა ისა არ მიშლიდნენ მასეთ რამეებს აი მაგალითად მაშინ კიდე ისა სკოლიდანაც გავალდებულებდნენ დავდიოდით მოხუცებს ვეძებდით მისახეთს მარტოხელა მოხუცებს არ იყო ცუდი კარგი იყო ჯერ იმიტომ იყო კარგი რომ იმ მოხუცებს რა ვიცი რაღაც თხოვე ხმარებოდით არა ახლა რაღაცას მიუტადით ალბათ თუ გაგვაგზავნიდნენ სადმე ვართობდით რა დავდიოდით ხოლმე ეგ კარგად მახსოვს ხო და ისა ხო და ეს ისა მაგეთყობა ისევ
ვერ აღმოუფხვერი სრულად ჩემში, რომ სადაც არ გეკითხებიან, ნუ ეჩრები, მაინც სადღაცა ჩავეჩრები ხოლმე. ხო, ერთი კომენტარი დაიწერა, რანა სულ მაინტერესებს ტერეზა როგორ არისო, კარგად არის, არა უშავს რა, ხანდახან იმასაც აწუხებს ხოლმე ტკივილები და ოპერაციის მერე არ ვიცი რაღაცა დაუზიანეს მუხლი, რა შუაში იყო ხალხო, თიაქარის და ქალურის ოპერაცია გაუკეთეს და მუხლი დაზიანდა. რავი რა მოხდა, არ ვიცი და აწუხებს ხოლმე ხანდახან მუხლი, ხან მუცელიცკი, რა ვიცი, ყველას თავისი ისა გვაქვს რა, აღარ განირჩევა ახალგაზრდა, ასაკიანი, ყველა წუწუნებს რა, რავი, მაგის გოგოს კიდე გამხდარი იყო, გამხდარი ისეთი რომ მუცელი ებერებოდა, ვერაფერს ვერ იგებდა, რა სუცუდად იყო, რა იყო, როგორ იყო, მივიდა მერე გაესინჯა, მერე აღმოჩნდა რომ ლაქტოზას ვერ იტანდა. მერე აღმოჩნდა რომ გლუტენისაც ვერ იტანდა. მერე ახლა აღმოჩნდა ახალი ანალიზი, ახლა გასუქდა. დადის დარბაზში მძიმეებს ეწევა, კუნთები გაიკეთა, დაიკუნთა მთელი სხეული. ახლა სივდება. ახლა ახალი ის გაიკეთა, რა ქვია, ანალიზები აღმოჩნდა რომ ლაქტოზის აუტანლობა კი არა აქვს, საერთოდ რძის პროდუქტებზე აქვს ალერგია. არაფრით არ შეიძლება მინიმალურიც კი რამე შეყვეს. და არის ამ ხათაბალაში ეს ახალგაზრდა გოგო, ყოველ დღე იკვებება ცალკე უმზადებენ, არაფერ შეერიოს, არაფერი ის კონდეს და აი ასე, რა ვიცი, ყველას თავისი ისა აქვს. ძირითადად კარგად არიან, არა უშავთ. ხო და ეგრე, კიდე რაღაცა იყო შეკითხვა, ისა ვიფიქრე ამას მეთქი მერე იმაში ვიდეოში უპასუხებ, მაგრამ როგორც ყოველთვის გაფრინდა ნანას თავიდან. ხო და ეგრე ხალხებო. ვაიმე ამს არის რო უყურებ, იცით როგორ ნერვები მეშლება, ვაიმე ვერ გეტყვით, არ მიყვარს მეჯავრება სახლში გამშრალი სარეცხი. ეხლა სახლში საქართველოშიც ვაშრობდით სახლში, მაგრამ ფეჩი იყო, ფეჩი. პატარა როცა ვიყავი, მაშინ არ მახსოვს, გარეთ ვაშრობდით ხოლმე და ფეჩი, მე ისე გავიზარდე, რომ ფეჩი არ გვედგა, ფეჩი, ღუმელი, შეშის ღუმელი არ აქვს მქონია. მაშინ აქ მქონდა ხოლმე დენის კამფორა, რავი რა იყო, კამფორა დენისა იყო და ის და ცენტრალური გათბობა, კორპუსში ცენტრალური გათბობა იყო, მაგრამ ისე თავის ძლივს ათბობდა. ისინი კაჩიგარს ქართულად რა ჰქვია? კაჩიგარს რა ჰქვია ქართულად? ვინმემ დამიწერეთ ხალხო, დაიცა თუ მოვიგონო. მენახშირი არ არის. კაჩიგარი რა არის? არ ვიცი, ჩვენთან საკაჩიგრო იყო და ეს კაჩიგრები სულოთები იყვნენ მახსოვს ჩემ ბავშვობაში და რავი დალებდნენ ალბათ დაიზინებდნენ და ავიწყდებოდათ რომ ნახშირი შეეყარათ და სულ ოდნავ იყო თბილი ხოლმე ატაპლენიები. და ისა დენითავ თბებოდით. ხო და მე როცა ეს შეშის ღუმელი შემოვიდა 90-იანებში და დენი არ იყო და არაფერი არ იყო, იმ ღუმელთან ვაშრობდით ხოლმე, რავი, რასაც ავრეცხავთ. ეხლა ისე მეჯავრება, ეხლა გათბობას ვერ ჩავთავ, იმიტომ რომ 18 გრადუსია კი აგრილდა ცოტა, მაგრამ 18 გრადუსზე გათბობა რო ჩავთავ, შანსი არ არის, ვერც გავძლებ და ვერ დავიძინო. ხო და მეჯავრება, ისა სახლში გამშრალი სარეცხი. გარეთ კიდე შანსი არ არის, უფრო მშრალი იყო, რო გავფინე და რო ავკრიფე, უფრო სველი იყო. გადაფარებული აქ, ისე კი არ იყო, მაგრამ ნესტია აი იყო. ხო და ეგრე ჩემო კარგებო, არ არის ხოლმე, არ არის ისა, ბედი არა მაქვს რა, რო ნერვები არ ამიშალონ, არა, ბედი ხო გინდა, ყველაფერში გინდა ბედი და ყისმათი. ერა. ახალი სვიტრი მაცვია ისე, ცნობისათვის თუ გაინტერესებთ, ახალი სვიტრი მაცვია. როდის ვიყიდე და წინა კვირას. ეს და ერთი აგურისფერი რო ქვია, ღვიძლისფერი რო ქვია და აგურისფერი რო არის, ღვიძლი არა, ღვიძლი მუქია, აგურისფერი რო არის, ის ფერი, ესეთი ყელია, იმას ყელი აქვს და ეხლა ვერ ჩავიცვი, გავიგუდებოდი. ეს ვიყიდე, თხელი სვიტრებია და იმიტომ ვიყიდე, რომ ისა ტყავის ქურთუქში. არა, მაქვს ეგეთი რამე თბილი, თხელი, როგორ რა ვთქვა, დემისეზონური
რაღაცა ეგეთი მინდოდა მოკლედ და მაგიტომ ვიყინა. შეიძლება მაგ კიდეც და არ მახსოვს, არ ვიცი. ეხლა როგორ ვთქვა დაიცა, ჩემ კარადას არ უნდა სეზონური გამოცვლა, იმიტომ რომ 4 დიდი განყოფილება ხო აქვს და მე-5 შუაში დიდია და ყველა სეზონი კიდია ცალ-ცალკე, მაგრამ ზამთრისები რაც არის, თბილი, სვიტრები, კაბები, ეგეთი რაღაცები, ნაკსოვი, ისინი დაკეცილებია და იქ აწყვია და ის არ მინახია ჯერ, არ იცი. რა მაქვს და რა არა მაქვს, მე ვიტყვი. მე ვნახავ. ხო და ეს, ჩემო კარგებო, აი კიდე არ ვიცი მარიტას არ ვიცი მე გავხანდი ინოჩენტეს ვუთხარი მაგის თავში ხო ვერ შედის ეგეთი ამბები ხი საერთოდ მე ვიჯერებ დაჭყეტილი გიყურებს როგორ შეიძლება ასეთი რამე უცნობი ეხლა ხო არ მე არ მინახია მარიტა მხედავს მე მარიტას სურათი მაქვს მარტო რა ნახე სურათი როდოს მეტი არ ვიცი და კომენტარებით ვიცნობ და ასეთი რამე და კიდე ვიმეორებ მე რო ოპერაციას ვიკეთებდი რამდენმა ადამიანმა მომიხსენია თავის ლოცვებში რამდენმა ჩემზე სანთელი ჩემთვის სანთელი დაანთო მე მჯერა და ვიცი დარწმუნებული ვარ და სულ ყოველთვის მეწოდინება ყოველთვის ვიქნები მადლიერი და ყოველთვის შევთხოვ მეუფალს რომ აი ჩემს მაგივრად გადაგიხადოთ სიკეთით აუცილებლად არასოდეს ჩემში არ არის რომ ვინც მე ცუდი გამიკეთა ანგული მატკინა და აი ისა რომ არც კი ვიტყვი რომ ისა არ იქა და გადაუხადე არა ცუდი მხრივ რა ვინმეს რომ მაგას არასდროს არ შევთხოვ ღმერთს რომ ვინმეს ცუდი დაუბრუნოს არა ისევ TikTok-ზე მივადგები დედა ადრე ხო იგინებოდნენ ისეთი სიტყვებით რომ მე არ გამიგონია მასეთ იგინება კიდევ ვიმეორებ პაპაც გინებია მყავდა და მამაც მაგრამ ესეთი იგინება მე არ გამიგონია ეხლა რომ ქალები იგინებიან ქალები კაცები ხო იგინებიან კაი მაგრამ საქმე ის არის რომ მეგრელებიო არ იგინებიანო მე სულ ასე ვიცოდი რომ იშვიათია მეგრელი არ შეიგინება და კახელები იგინებიან მეგრელები ვაი მე ერთი კაცი არის TikTok-ზე მეგრელია არ ვიცი საიდან არის არ მახსოვს და არც კი არ უყურებ ხშირად ერთ-სამჯერ გადავაწყდი დედა რა პირით იგინება მე არ ვიცი კახელი რას მიქვია ის რომ იგინება ძალიან ცუდი აი უზნეოდ ხო და ეს ამდენი გინება ხო იყო არა ეხლა ცოტა შენელდა მგონი რაღაც წესები დაუწესეს TikTok-ზე არ ვიცი რაღაცები შეიცვალა მაინც კი ახერხებენ მაგრამ ეხლა წევლა დედა აი ისე იწევლებიან რომ ქაგაჟრიალებს ტანში ისე იწევლებიან რომ აი არ ვიცი რა მათ წევლა არ მეყვარს კი არა როგორ თქვა ვერ ვიტან და არ ვიცი ეგეთი რამე რა ესე როგორ უნდა დაწყევლო როგორც კი და გაგაბრაზოს აი დაუშვათ ვიღაცას ცუდი კომენტარი დაუწერა ისე დაწყევლის იმან კარგი ის უზნეოა უგვანია თავი აქვს მისახედი ვინც ამ ცუდ კომენტარს უწერს მაგრამ ამნაირად როგორ უნდა გაიმეტო ვაი და მართლა მიეწიოს ჩვენთან იცოდა ხოლმე იმან დედაჩემის ბებია მგონი რომ არ დაიწყევლოთო არასოდესო არ დაიწყევლოთო რომ ამინამ არ ჩამოიაროსო ეხლა ეს რას ანიშნავდა ეს იყო რომ იმ დროს შეიძლებაო ჩამოიაროსო რავი ანგელოზმა თუ ვისა გულისხმობდა ამინას ვის ეძახდა ბებია არ ვიცი მაგრამ იმ დროს შეიძლებაო რაღაცა ისეთი თქვაო და ამინა დაგეცესო ამინ დაგეცესო ანუ და მე ის მობრუნდეს ასრულდესო რა ის რაც პირიდან ამოგივიდაო და ეგ იყო რომ ყოველთვის ის იყო რომ გაფრთხილდი რას ამბობ რომ ისა ხო მაგაზეც იყო და ისაო სურვილებზე ცოტა დაფიქრდი თუ რა სინატრებთ იმიტომ რომ შეიძლება სხვანაირად მოგიბრუნდეთო ხო და ეგრე ასე რომ ნუ რა ვის თუ დავწყევლით ხალხო
ნუ რა ვის, იმიტომ რომ მე კი ხო იცით რომ მე მწყევლეს გან აი რო ვიმეორებ და ვამბობ მნიშვნელობას კი არ ვანიჭებ მე მაგას. არა, იმიტომ რომ ვინც მე დამწყევლა, ვინც მგონია მე და მჯერა რომ დამწყევლა, იმიტომ რომ აი 99% ვიცი ვინც დამწყევლა, ხო? ხო და იმას აი არა ვამბობ რომ მიუბრუნდეს. აბაბაბაბა არაფრის დიდებით. არა, მაგრამ არა სჭირდება იმას არც მიბრუნება, არც დაწყევლა, არა სჭირდება, იმიტომ რომ აი მეტი რაღა უნდა დაწყევლო, არა. არა, არ ვიტყვი მაგას არასოდეს. მაგრამ ფაქტი არის, რომ ორჯერ კარგად ამწყევლა და ერთი იყო 2 იანვრის დილით. ეთყობა ივან იცოდა ამინა როდის ჩამოივლიდა და მაშინ დამწყევლა. ეთყობა მაშინ ჩამოიარა ამინამ და მომეწია. არა კაცო, ხუმრობ თორე, მამა ჩემა იცოდა ხოლმე თქმა, რომ ერთხელ ვიღაცამ მოუტანა ამბავი, რომ იმანაო შენი შვილები დაგიწყევლაო ნათესავმა და მამა ჩემა უთხრა, რომ მეო, ჩემი შვილებიო, მაგისიო და არც არავისი ლოცვით არ გაჩენილანო და არც არავისი წყევლით არაფერი არ მოუვათო. მამა ჩემი იყო უზომოდ მაგაში დარწმუნებული, რომ ღმერთს მიგვაბარა. ანუ ყოველთვის იტყოდა ხოლმე, რომ მეო როგორც გაჩნდითო, მაშინვეო თქვენი თავიო ღმერთს მივაბარეო და დარწმუნებული ვარო, რომ კარგად იქნებით. ნუ, კარგად ვიყავით, კარგი ბავშვობა გამოვიარეთ. ისა, წეღან გადავაწყდი კიდე ერთ ვიდეოს, ვაი მეგეც უნდა გითხრათ აუცილებლად. ეს ყბადაღებული ბავშვობის ტრამვები, ხო იცით თქვენ? ბავშვობის ტრამვები და ეს ეხლა რომ კარგად ზრდიან ბავშვებს, რომ არაფერი არ უნდა დაუშალო და არაფერზე არ უნდა ტრამვირება, არ უნდა მიიღოს და ასე და ისე, კაი გავიგეთ და ეს გოგო ყვება, რომ იცით რაო, ეს ბავშვობის ტრამვებიო და ჩვენი ბავშვობის ისინიო, გამოვლილიო ბავშვობაო, მართავსო ჩვენ ეხანდელ ცხოვრებასაცო. მეო იძახის ეს გოგო. ძალიან 90-იანების ბავშვი ვარო და ой 90-იანებშიო როგორცო, ნუ 90%-ს ალბათ ჩვენ ჩემ ოჯახსაცო უჭირდაო, ნუ არ ვიყავითო დავხენილიო, არა გადაგვდიოდა თავზეო, გვიჭირდაო და მე ის ბავშვობა მაქვს გამოვლილიო, როცაო ჭირდაო. და ეხლაო რომ მააქო საკუთარი კარგი შემოსავალიო, აი კარგად ამაქვსო, ფინანსებიო, ბევრიო, მაინცო ჩემი თავის სიამოვნებისთვისო, ჩემ თავსო რომ რამეო ვასიამოვნოვან, რამე ვიყიდოვან, რამის ჭამა მინდაო და ის ჩემთვის ვიყიდო, ან ყავა შევიდეო და ყავა დავლიოვო, მეო არ ვაკეთებ, იმიტომ რომ სინდი სიმქეჯნისო რომ დავჯდეო, მეო და ყავა დავლიოვო, როცა შემიძლიაო რომ სახლში მოვიდუღო ყავაო და არ წავიდეს დიდი ფულიო. და იქ კიდე კაფეშიო მინდა დაჯდომაო და ძალიან მინდოდაო გუშინო თუ დღესო, რა ვიცი, შუა დღეზეო უნდა მინდოდაო გაასვლაო და ყავის დალევაო კაფეშიო და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფინანსები მაქვს, ქმარს ავთხოვე ყავის ფულიო. ჩემ ქმარს ავთხოვე. სალვე. გამარჯობა. ჩემ ქმარს ავთხოვეო ფულიო ყავის, რომ იქ რომ გადამეხადაო იმ ჩემი ქმრის ფულითო, რომ ჩემი ფულის გადახდა არ მინდოდა. ეხლა მე რო გითხრათ სიმართლე დავფიქრდი, მე ხო ყველაფერზე უნდა დავფიქრდი. ეხლა დავფიქრდი, აბა მე ჩემ ბავშვობაში როგორ იყო საქმე. ფულთან დაკავშირებით ჩემ ბავშვობაში ფული, ბევრი ფული, არ ვიცი ხა ბევრი ფული რამდენი არ ვიცი, იმ კომუნისტების დროს მე ვარ 69 წელიანი, არა? 1969 წელში დავიბადე. 70-იანებში და 80-იანში უკვე ბავშვი აღარ ვიყავი. 1980 წლამდე ვიყავი ბავშვი. 86-ში დავამთავრე სკოლა, ხო? ხო და სკოლამდე, აბა არაფერი არ გვიჭირდა, საჭმელსასმელი ჩვენ არ გვეკლდა და არაფერი არ გვეკლდა, იმიტომ მამა ჩემი რესტორანში მუშაობდა, პაპა ჩემი რესტორანში მუშაობდა და მას თირამებზე საუბარი არ იყო, არ ვიცი მე სხვის სახლში როგორ იყო, მაგრამ ჩვენ სახლში სუპი და ლობიო წელიწადში ორჯერ კეთდებოდა. კაი, ეგ არ არის ეგ სალაპარაკო, იმიტომ რომ ეგ პრობლემა არ იყო, არ აყიდულობდნენ დიდად. ხო და ფულს რაც შეეხება სკოლაში რომ წავედი და სკოლაში დავიწყე სიარული, ყოველ დღე 20 კაპიკს გვაძლევდნენ.
იმიტომ რომ ორი პონჩიკი გეყიდნა. ნუ მე ჩემი ძმაც ორნი ვიყავით და ორივე 20 კაპიკი გვინდოდა. ხან იყო რომ 30 კაპიკი, ხან 20 მგვაძლევდნენ, მაგრამ ხან და ხან ხშირად მაგალითად მე მაძლევდნენ უკვე მოზდილი ვიყავი და მანეთს. მით უმეტეს მამაჩემს როდესაც ჯიბეში რკინის მანეთიანები ქონდა მაძლევდა. იყო რომ მამაჩემ თვალი მოვიდოდა, მამაჩემის ძმაკაცი მოვიდოდა, ხან 10 მანეთს ვინმე მაჩუქებდა, ხან 25 მანეთიანს უფრო ძმაკაცები 25 მანეთიანებს აქ ჩუქმიდნენ და ხან მამაჩემი საღამოთი ვეტყოდი რომ ხვალე ის არის სურათებია რაღაცა არა ვიცი მე 10 მანეთი ისე რომ ფულიც მქონდა ანუ მზესუმზირა და პონჩიკი და რა ქვია მაგას პედროკევი რომ ეყიდა პედროკევი ერთი მანეთი ღირდა და კვირაში ერთი გინდოდა თელი კვირა ვეჭავდით ხო და მაგის ფული მქონდა იყო შემთხვევები უკვე ცოტა მაღალ კლასებში რომ წლის ბოლოს რომ წიგნებს ვაბარებდით ხურცლავდით ესე მეშვებოდით და ბევრჯერ ვარდებოდა ხოლმე ჩემი წიგნებიდან 3 მანეთი 5 მანეთი 10 მანეთი რომ ჩავდე და აღარ მახსოვდა ეს იქიდან გამომდინარე რომ ეტყობა მე ფული ყოველთვის მქონდა და ამიტომ გამოვედი მხარჯავიდან ფლანდავი დავაი რა დავაი დოჯენტე ხო და ეხლა თუ ბავშვობიდან ვიფიქრებთ მაგას მე გამოვედი ფლანგვენი მე არა ვარ ყაირათიანი მე არა ვარ მომჭირნე მოჭერილი მე არა ვარ ძუნწი ვერა ვარ არანაირად არ შემიძლია დედაჩემის უმეუნო და შეხეშ ფული არა ჩერდება შანსი არ არის 10 მანეთს მომცე 10 მანეთს დავხარჯავ 100 მანეთს მომცე 100 მანეთს დავხარჯავ რა აქვს მნიშვნელობა ოღონდ ყველანაირად გემრიელად დავხარჯავ ვისიამოვნებ მეც ხვასაც ვასიამოვნებ აუცილებლად ესეთი მე ვერავინ ვერასოდეს ვერ მომასწრებ და გადახდას მე ვერავინ კიდაც რუსეთში რო ვიყავი კიდე ესეთი ვარ ხო და ეხლა იმ გოგოს რო ვუსმინოთ ეხლა ვქეკავ ჩემ ბავშვობას რომ აბა რა დამიტოვა იმ ბავშვობა მე ეხლა მე მიშლის ცხოვრებაში ხელს და ვერაუპოულობ ვერავის მქონდა ჩვეულებრივი იმ პერიოდის ბავშვობა ხალხო ეს თემა არის ამოუწურავი რამდენჯერაც კიდე მიუბრუნდე და ისაუბრო არის კაცრი მამა სწავლა ვასავალდებულო ხუთიანებზე ჩვენ დროს ხუთიანები იყო ბოლო მე-9 კლასში ვემზადებოდი კიდე საგნებში რა ქვიან არა ეს არ ჩაიცვა არა ეს არ წაისვა არა მე რამდენი წელს ავიყავი ხალხო 15-16 წელია ჩოლკები შეჭრის უფლებას არ მაძლევდნენ წასმაზე ხო საუბარი არ არის ვინ რა სწავლის შანსი არ იყო სანამ სკოლას არ დაამთავრებდი არ წარბების გაკეთება არაფერი და ყველანაირად ამ იმაში ვიყავით რა ყალიფში მოჭრილები მე უფრო მეტად კიდე ვინც ცუდად ასწავლობდა ვინც ცოტა თავისუფლად იყო ვისაც მშობელი არ აკონტროლებდა და გინდა ისწავლე გინდა არა თავშქვა იხალე კიდე ხო მე მქონდა მეტი კონტროლი მე მქონდა მეტი მოთხოვნა მე მქონდა რავი როგორ გითხრათ არის პლუსზე მამაჩი მაგრამ ვერაუპოულობ ეს დედა აფეთქებული ამ ტრამვებს რასაც ეხლა ამბობენ რომ აი მე ესე ვარ და აი მე ესე ვარ ისევ დაჩაგრულად აღვდო არა მე ყოველთვის გზნობ თავს თავისუფლად გათხოვებამდეც მინდა ვთქვა აი არა მაქვს კომპლექსები არა მაქვს რაღაცა ისეთი რაც მიშლიდეს ხელს ცხოვრებაში ყოველდღიურად რავი არ ვიცი როგორ ვინ რას ემდურის ხო და მე ერთადერთი მიზეზი ვიპოვე ჩემი აზრით რა თქმა უნდა ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ბავშვობის გაანალიზებით იმიტომ რომ როგორ წყვებიან ადამიანები რომ ქონდათ ძალიან მძიმე ბავშვობა იმიტომ რომ მშობლები ზღუდავდნენ იმიტომ რომ რა ვიცი ბევრი რამის გამო ალბათ რა ვიცი სკოლაში მე მქონდა 2-ჯერ და 3-ჯერ მაგაზე მეტად ძიმე ანუ მაგ მხრივ გაშვებით აი ექსკურსიაზე საქეიფოთ
აქა-იქა მანდ ყველგან მიშვებდნენ, ეგ არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ ეგ მოვაგვარე თავიდანვე. მამა ჩემთან რომ თუ მოვალ და გეტყვი რომ იქ უნდა წავიდე, გამიშვებდა, ხვეწნა მუდარა და აი მოდით ჩემი კლასელები და შეეხვეწეთ, ეგეთი რამე არ იყოს თქო და კაიო მითხრა, ეგ იყო და ეგ პრობლემა მოგვარდა. ეგ არ მქონდა პრობლემა, მაგრამ დანარჩენი ძალიან ბევრი რამე იყო რა. აი ეგ უნდა ითამაშოთ ფანჯრიდან რომ გადმოვიხედები, უნდა გხედავდეთ დედაჩემი კორპუსში, მეორე კორპუსზე შეავრა გადავს. ბევრი რამე ხარ, რა ვიცი, ყოველდღიურად ბავშვს ხო აქვს კონტროლი და ყოველდღიურად აქვს ბავშვს შეზღუდვები, რამდენიც გინდა. ხო და ეხლა რომ ვფიქრობ, მე რა დამიტოვა ტრამვას ვეძებ, ტრამვას იმ ბავშვობის ტრამვებს, აი რომ ეხლა გავიხსენო და აი გული მეტკინოს და ცუდად ვიგრძნო თავი და არა მაქვს. და ვეძებ მიზეს, რომ რატო მე ხედაქვა კი არა ვარ და მე ის კი არა ვარ, რომ აი არაფერს არ განვიცდიდე პირიქით, ძალიანაც გრძნობიარე ადამიანი ვარ. მაგრამ მივხვდი, რომ იმდენად გრძნობდით, მეც, ჩემი ძმაც, სიყვარულს, რომ ვუყვარდით გარშემო, დედას, მამას, ბებიებს, პაპებს, რა ვიცი, დეიდას, სულ ყველას ვუყვარდით, მამიდას, სულ ყველას. იმდენი სიყვარული იყო ჩვენს გარშემო, რომ არასოდეს არ მიფიქრია, რომ ამას, რომ ვინმე რამეს მიკრძალავს, ცუდად მე არ უყვარვარ და იმიტომ მიკრძალავს. ან ჩემთვის ცუდი უნდა და იმიტომ რამეს აი მაგას ვფიქრობ მე, რომ არ ვიცი ხა შეიძლება თქვათ, რომ როგორ არა და გექნება და ხარ ტრამვირებული. არა ხალხო, ის რაღაცა მერე რომ გაჭირვება როცა გამოვიარეთ, უკვე დიდი ვიყავი და რანაირი ტრამვა და ეგ ტრამვას ვერ დავარქმე. მართლა უნდა ეხლა ყურით მოათრიო რაღაცა, რომ ყველას ჰქონდა პრობლემები, ყველა იყო ერთ იმაში სიტუაციაში და სხვას როგორ არ თქვა, ყველა ერთნაირად და რანაირად ეგ არანაირად ვერ ჩავთვლით რა. პირიქით, სულ კარგად მახსენდება ის გაჭირვებული დრო. ხო და რა შეეხება ბავშვობას, რა ვიცი, ახლა მახსენდება ის ცუდი ისინი, როცა რაღაცა დამიშალეს და რაღაცაზე მეჩხუბნენ სიტყვაზე, ისევ სკოლასთან დაკავშირებით ალბათ რომ ან 4-იანს რომ მივიღებდი, დედასახში მოსვლა არ მინდოდა და სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ვერ აღვიქვავ მაგას როგორც ტრამვას. მაგას ვიღებ ისე როგორც იყო ჩვეულებრივი ნორმალური თანმდევი ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე. ეხლა ვიდეოებს მაგას თავი დავანებოთ ჩემ ცხოვრებას. ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე, ვაიმე რამდენი ხანი ვლაპარაკობ. ვიდეოებს უყურებ ხოლმე პატარ-პატარა ვიდეოები რო არის, რომ ბავშვი რო არის და რაღაც შეაშინებენ, ან რაღაცა სათამაშოს ჩართავენ და ბავშვი, აი ჩემთვის მაგალითად, უფრო ეგ არის, რომ ბავშვს სტრესავენ. კარგი მშობლები. რაღაცით რო შეაშინებენ, უცებ შეახტუნებენ და მერე იცინიან. აი ეს კვერცხებს რო თავზე იყავდნენ. ხო, აი ეგეთი რაღაცები უფრო მგონია მე სტრესი და უბედურება, ვიდრე ის რომ რაღაცას გიკრძალავენ, მაგრამ ყოველთვის როდესაც რაღაცას გიკრძალავენ, ის უნდა აუხსნა რატო უკრძალავ. იმიტომ რომ თუ იტყვი რომ აი მე არ მინდა და იმიტომ ეგრე არა, უნდა გააგებინო სიტყვაზე რატო. იმიტომ რომ ეხლა როგორც ოღონდ ეგეც მოდიდან გადავიდა ჩაჩუმდა ეს მაგტიპის ფსიქოლოგია, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა დაუშალო, რომ ბავშვი თუ არ ესალმება, არავის არ უნდა და არ ესალმება, რომ ბავშვს თუ ეს არ უნდა გააკეთოს, ეგეც ცოტა მიჩუმდა, იმიტომ რომ ნელა მიხვდნენ, რომ საერთოდ გაუზრდელი თაობა წამოვა, ანუ გაუზრდელი იმ ხრივ ვამბობ, რომ უკონტროლო, უვიცი, აბა თუ არ უნდა არ ისწავლოს, რას ქვია არ უნდა არ ისწავლოს, რაღაცა ხო უნდა ისწავლოს, რომ რაღაცა იცოდეს თავისთვის. ცოდნა და სწავლა არასდროს არ არის სხვისთვის. ეგ არის ყოველთვის შენთვის. აი, რამდენი ისინია ქართულ პროზა, პოეზიაში სწავლა სიკვდილამდე შენიაო, ხო იცით თქვენ ეგ? ეგ არის შენთვის და ის რომ შენ შვილს იმას ეუბნები, რომ თუ გინდა ისწავლე და არ გინდა და ნუ ისწავლი, როგორ უნდა იცხოვროს მერე? როგორ? მოკლედ, წავედი.
გადავედი ახლა სხვა ლიანდაგზე და ისიც არა მაქვს ვინმე დამამოხრუჭოს. წავედი, რომელი საათია? 6-ია უკვე ახლა აქა და მე მგონი წვიმამაც მოუკოლო. ხმა აღარ მესმის ყოველ შემთხვევაში. გადავირბენ მაღაზიაში, დიდი არაფერი არ გვინდა. ყველაფერი გვაქვს. ხო, იცით რა მინდოდა? აი, რამდენი რამე მინდა ხომ და ყველაფრის სურვილს რომ ჩაგიკლავენ და ყველაფრის სურვილს რომ გაგი იმას გიზავენ, გაგიბათილებენ. ბლინის ცომები, ბლინჩიკების ცომსო ვიყენებთო შენგან იმასო რა, შენ ბლინის ცომსო და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა ერთი დღე მინდა რომ გავაკეთო ბრიზოლი. ადრე მქონდა ეგ ვიდეო რა, თქმა უნდა ბევრი რეცეპტები და ვიდეოები გქონდა არხზე და აღარა გვაქვს. რანაირად წავშალე 1500 ვიდეო, ხალხო, ღამე 3 საათზე წავშალე, თვალებს ავხოჭავდი და ისევ შლიდი რამდენი ხანი წავშალე და არ უყურებდი რა ყველაფერს ეგრე მიყოლებით ავშლიდი და რა გიჟობა ჩავიდინე. ხო და ბრიზოლი არის ძალიან კარგი რამ, ჩემთვის ვფიქრობ, მე სულ მინდა ხოლმე რომ მოგაწოდოთ რამე ეკონომიური, ბიუჯეტური საქართველოში როგორც ყოველთვის ვიცით ხოლმე, თუ 1 კილო არ იყიდე ხორცი, ნაკლებს არ ყიდულობ ადამიანს. გატარებული ხორცი, აბა რა, ეხა ამდენი უნდა გაწვდეს ყველას. აი 4 სულიან ოჯახს რო 300 გრამი ხორცი კი არა და 200 გრამი ხორციც ეყოფა გატარებული, ისეთი რეცეპტია ეს ბრიზოლი. ანუ კეთდება ერბოკვერცხი არ არის. კვერცხის ლავაშები, ფქვილის გარეშეა, ან რძე, ან წყალი, არ აქვს მნიშვნელობა. კვერცხი და ისა. და იმის ლავაშები კეთდება და მერე შეზავებული უმი, შეზავებული ხახვით არა ოღონდ ფარში. აი ამდენი ფარში რო გქონდეს 200 გრამი ფარშით გაკეთდება 1 4-სულიანი ოჯახის მეორე თავი კერძი, ან ვახშამი, რავი რაც კიდე დავარქვათ. და იმ ლავაშს უნდა წაუსვა ეს ბრიზოლი, მე ვალაგებ ხოლმე შეგიძლიათ ისა, შეგიძლიათ არა პამიდორი დაადოთ დაჭრილი, კიტრის მწნილი, სოკო დამარინადებული, რაც ხელში მომხვდება ხოლმე სიტყვაზე რამე ცოცხალი რა, რომ ამ წასმულ ხორცს, როგორც წაუსვა კარაქი, იგრე ხორცს გაწაუსვა და ისა, გადაახვევ ასე რულეტით. და დაალაგებ ჟარონაზე ღუმელზე, მერე მაღლიდან თუ გინდათ გახეხილი ყველი, ცოტა, ან გინდათ სუხარი, საფანელი. თუ გინდათ ცოტა ხრამუნა და ღუმელში მიბრძანდება. ხორცი უმია და ღუმელი ჭირდება. არ უნდა წყალი, არ უნდა არაფერი წვენი, არაფერი სუგო, არაფერი არ უნდა, ეგრე მიდის. ცოტა ზეთი ზემოდან, ცოტა. დაახლოებით 170-180 გრადუსზე, რავი, შეხედავთ რა, რო დაიბრაწება, უკვე მზადაა. და ესეთი რამე მინდა ხოლმე რომ გავაკეთო და გაჩვენოთ, გაგიზიაროთ, რომ ვინმეს თუ სურვილი აქვს, თუ ვინმეს უყვარს სამზარეულოში რამის, ვისაც არ უყვარს, არა გააკეთებს რა თქმა უნდა. და ისა, რა ქვია, ცოტა ინგრედიენტი ახლა იტყვით კვერცხიც უნდაო, კი ბატონო, კვერცხიც უნდა, მაგრამ მე მაგალითად 3 კვერცხით კარგად გამოდის რა, ერთ ოჯახს ეყოფ. რა ვიცი. რო ისმე გავაკეთებ და გაჩვენებთ თუ არა. ხო და ეგრე ბატონო, ასე მინდოდა ეგეთი რაღაცებს თავში ვატრიალებ ხოლმე εμას, რომ რა არის ისეთი რამე, რომ თან კარგი იყოს, გემრიელი იყოს, თან ბიუჯეტური იყოს და თან კიდე ადვილი. ხო და ეგ მომივიდა ამას წინათ თავში აზრად, რომ მაგის ვიდეო ჩამეწერა, მაგრამ მე ვეღარ მოვახერხე. კიდევ ვიმეორებ, ეხლა ორშაბათიდან ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები, იმიტომ ვერ ვამბობ განამდვილებით პირობას არ ავდებ, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ ხასიათზე ვიქნები, თუ ყველაფერი კარგად იქნა,
საღამოობით სახში უნდა ვეგდო და მოვალ რა ვიდეოები ჩასაწერად, იმის თქმა მინდა. წავედი ხალხებო, აბაჰე და აბაჰო. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა. ვინც კარგს მისურვებთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვისაც არ მოგწონვართ და არა ვარ თქვენ გულთან ახლო და ვერ მოვდივარ, ძალიან ნორმალურია ეგ ამბავი, ძალიან. თქვენ იხელვებთ, მე საერთოდ აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია ეგ ამბავი. ასე რომ უნდა იპოვოთ რაც მოგწონთ, ვინც მოგწონთ და იმასთან უნდა იყოთ გინდაც ვიდეოების საყურებლად, გინდათ სამეგობროდ, გინდათ ძალდატანებული, არავისთან ურთიერთობა და არავის ყურება არ გინდათ დამიჯერეთ. ნერვებს მოიშლით. ისე თუ სეირის ყურება გინდათ და მაგიტო შეხედავთ ჩემ ვიდეოს, არც ეგ არ არის პრობლემა, კი ბატონო, თუ კი გაგიხარდებათ მასე, ასე იყოს. მე ძალიან ლოიალური ადამიანი გავხდი. ძალიან, იმიტომ რომ მე მივხვდი, ძალიან ბევრ რამეს მივხვდი ცხოვრებაში. არ გისურვებთ არავის, რომ რაღაცა მძიმე პერიოდები გაიაროთ და მასე მიხვდეთ ცხოვრებას. ის ჯობია, რომ დავფიქრდეთ და ცოტა როგორ ვთქვა, მიუშვათ რა ცხოვრება, დავიძაბებით და სხვასაც დავძაბავთ. აი, ხო და ეგ მინდოდა. ეხლა ეგ აღარ ვიცი, ეგ იტალიური გამოთქმა თუ რუსული მეთქი, ეხლა ვივი ელაში ვივერე, იტალიური ყოფილა. იცხოვრეო და თავი დაანებე სხვასაც რო იცხოვროსო. აი ეგეთი გამოთქმა ყოფილა. არ ვიცი სადაურია, ეხლა მე იტალიური მომივიდა თავში და იტალიურიდან ვთარგმნე. ეგრე ბატონო. ეს არის ეგ ქვედა ბოლო, რომელიც არის არ ვიცი კალი, არ ვიცი მამაკაცი, გეტყვით. ფაქტია რომ მემაცვია. მუხლზეა ცოტა ის არის მოკლე, მაგრამ მუხლს როგორ ვთქვა, მუხლი სადაც იხრება იმის ქვემოდან რაც ჭრილობა მქონდა, სულ გაქრა, აღარ მეტყობა. მარტო მოხრილიდან ზემოთ მხარეს მეტყობა. არა, რაც ეგ არ არის პრობლემა, ჩვენ ვიყოთ კარგად, წავედი, კოცნით ყველას, აბაჰე და აბაჰო.